უყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს. ამბობენ, რომ ეს არის პირველი AI მსოფლიო ჩემპიონატიო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ყველა შეცდომა იქნება აღბეჭდილი. რამდენი უსამართლობა გვინახავს, ვინც ფეხბურთს უყურებთ. 2009 წლის მსოფლიოს შესარჩევზე ტიერი ანრემ ხელით რო გააკეთა პასი და მერე გოლი გაუტანეს ირლანდიას. საცოდაობა იყო, არ იყო ეს გოლი ჩასათვლელი. მარადონას ღმერთის ხელი ჩასათვლელი იყო. არა აქვს მნიშვნელობა, რეალობა რა იყო. დიახაც კარგია რომ ჩაითვალა. ვერ შეცვლით ჩემს მაგასთან დაკავშირებით. ქართველებს კიდე სხვა დამოკიდებულება გვაქვს ვარის მიმართ, იმიტომ რომ მიდის სანახავად ხალხ ტატუება და აქვს გაკეთებული. და იმდენი სიხარული მოუნჭებია ჩვენთვის ვარს, რომ მაგაზე ცუდს როგორ ვიტყვით, რა სისულელეა. რამდენად სამართლიანობა გაიზარდა ერთია და მეორეა, რომ რამდენად უკეთესი გახდა ფეხბურთის ყურება. მართლასია, რას გვეუბნება კვლევები. მან არის ერთი ნიუანსი. არის ერთი ნიუანსი. გვიყურე ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. უყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს. ამბობენ, რომ ეს არის პირველი AI მსოფლიო ჩემპიონატიო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ყველა შეცდომა იქნება აღბეჭდილი, ყველა ჯარიმა სწორად დაიდება, ყველა საჯარიმო, ყველაფერი ბურთს აქვს 500 ჰერცი გამოსხივება და ესეთი არასდროს არ ყოფილა არაფერიო. ეს იქნება ობიექტური ფაქტებზე დაფუძნებული ჩემპიონატიო. ასე თქვეს. მართლასია, რას გვეუბნება კვლევები. მან არის ერთი ნიუანსი. ეს შემთხვევით ძალიან მნიშვნელოვანი თემა, არ ვდებ თავს რომ ვინმეზე დიდი ფანი ვარ, მაგრამ პირველი წიგნი რაც ჩემი წავიკითხე, ძალიან პატარა ვიყავი, იყო გურამ ფანჯიკიძის Forza Italia მსოფლიო ჩემპიონატების მიმოხილვა და მე კიდევ ბევრჯერ გადავიკითხე. და სწორედ ამ წიგნის გამო ჩემი საყვარელი ნაკრები დღემდე არის არგენტინა, მარიო კემპესის გამო, რომელიც 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა და რომელიც ცოცხლად არ მინახავს ცხადია, იმიტომ რომ მაგ წელს დავიბადე და სამაგერად მე მარადონას თამაში ვნახე და დღემდე, მაგრამ ეგ შორს წამიყვანს ახლა ამაზე ლაპარაკი. ჩემი სიყვარულის ისტორია არ არის. ეს არის ამბავი ტექნოლოგიებზე და აქცევს თუ არა ტექნოლოგიების გამოყენება ფეხბურთს უფრო სამართლიან სპორტად ერთი და მეორე უკეთეს საყურებლად. კვლევები რას გვეუბნება? იმიტომ რომ გვაქვს ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა. თავდაპირველად ამ ვიდეოს მომზადება რომ დავიწყე, ნახე, ესეთი დასკვნა მქონდა თავიდან წინასწარი მოძიების შემდეგ, რომ ბევრი პრობლემა გადაჭრა ახალმა ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ შეიძლება ახალი პრობლემები გააჩინა. რა პრობლემები? ორი რამეზე იყო ხოლმე სულ ლაპარაკი. ორი ტერმინი მხვდებოდა, რომელიც მომეწონა, იმიტომ რომ მიყვარს ჩემთვის უცხო ტექნოლოგიური ტერმინების გაგება. პირველი არის საავიაციო ფსიქოლოგიიდან და ამ ტერმინს ქვია ავტომატიზაციის მიკერძოება. ეს არის ძალიან კარგად შესწავლილი ფენომენი, როდესაც ადამიანი უფრო ენდობა კომპიუტერის ან ხელოვნური ინტელექტის სიგნალს იმის გადაწყვეტილებას, ვიდრე საკუთარ მსჯელობას და საკუთარი თვალით ნანახს. ანუ ადამიანი ენდობა კომპიუტერს მაშინაც კი, როდესაც ის მცდარ ინფორმაციას აწვდის, ალბათ მიხვდებოდით რატო არის საავიაციო ფსიქოლოგიიდან, იქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკვდილის სიცოცხლის საკითხია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიაა და ფეხბურთზეც შეიძლება გავრცელდეს. გეტყვით ახლა რატო. მეორე ტერმინი არის ტექნოლოგიის სოციოლოგიიდან და მას ქვია პრობლემის ჩანაცვლება. პრობლემის ჩანაცვლებას ფსიქოლოგებიც იყენებენ საერთოდ სხვა მნიშვნელობით, მაგრამ აქაც არის და აქაური მნიშვნელობა არის ესეთი, რომ ადამიანები ხშირად ცდილობენ ტექნოლოგიით მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც ესე ალგორითმულად არ გვარდება. მე გონია, რომ საკითხი გადაჭერი, მაგრამ სინამდვილეში ეს ილუზია, იმიტომ რომ რეალურად ერთი პრობლემა ჩაანაცვლა მეორეთი. ამის უკეთ გასაგებად ჯობია დავიწყოთ იმ პრობლემით, საფეხბურთო პრობლემით, რომელიც ასე 12 წლის წინ გადავჭერით და გონია რომ უარყოფითი მხარე მაინც და მაინც არ აქვს. ეს არის საკითხი გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. FIFA ძალიან დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ტექნოლოგიების დანერგვას ამ საკითხში, მაგრამ მე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისა და ინგლისის მატჩის დროს ფრენკ ლამპარდს არ ჩაუთვალეს აშკარა გოლი, რომელიც გავიდა ნამდვილად, მე დიდი სკანდალი იყო და მე მალევე FIFA თქვა რომ კარგი დავნერგავთ აქ ტექნოლოგიასო, ჯერ ბურთში ჩიპი დადეს, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც 7 კამერა სხვადასხვა კუთხიდან უყურებს გოლის ხაზს და ასე აფიქსირებს გავიდა თუ არა ბურთი. ეს ტექნოლოგია არის თითქმის შეუმცდარი. თითქმის იმიტომ რომ მაგალითად 2020 წელს Sheffield United-ის და Aston Villa-s თამაშის დროს Aston Villa-s მეკარემ კი დაიჭირა ბურთი, მაგრამ შევიდა თვითონ შიგნით
კარში, ყველამ დაინახა ეს, მაგრამ ამ დროს როგორც ჩანს 7-ვე კამერა დაბლოკილი იყო სხვადასხვა ფეხბურთელების მიერ, მოკლედ სისტემა არ დააფიქსირა გოლი, არ ჩაეთვალათ, არ შესათვლელი იყო, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი. კიდევ რა მომხდარა მსგავსი რაღაცა, მაგრამ ალბათ არავინ არ იდევებს, რომ ვთქვათ, რომ ადამიანებზე გაცილებით იშვიათად ცდება ეს სისტემა. თითქმის არასდროს ცდება. ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არის შედარებით მარტივი, გეომეტრიული პრობლემაა. ანუ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი, ან არ გადაკვეთა. დამატებითი რამე ფაქტორი აქ არ ფიგურირებს და საჭსაც მაინც არ უწევს გადაწყვეტილების მიღება ამიერიდან. ანუ სისტემამ დააფიქსირა გოლი, საჭს მიუვიდა სიგნალი, საათი ვიბრირებს, გოლია. არ მიუვიდა სიგნალი, არ არის გოლი. მაგრამ მოდი ავიღოთ ერთი პრობლემა, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით ასევე გეომეტრიის საკითხია, მაგრამ არ არის მთლად ასე. ეს არის თამაშგარე მდგომარეობა, იგივე ოფსაიდი. მდგომარეობა, როდესაც ბურთის დარტყმის მომენტში თავდამსხმელი აღმოჩნდება მოწინააღმდეგე მცველის წინ. ეხლა ამ პრობლემის გეომეტრიულ ნაწილს კომპიუტერი ტექნოლოგიები სწორედაც რომ კარგად გაუმკლავდება. სწორედ მაგიტო იყო რომ ამ ჩემპიონატზე ყველა მოთამაშის 3D სკანი აიღეს, კამერა აფიქსირებს მათ ყოველ ნაბიჯს და კი შეუმცდარი ტექნოლოგია არ არის, შეიძლება რომ რაღაცა მოხდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, იშვიათად. ადამიანზე ბევრად ნაკლებად შეცდება სისტემა ამ დროს. ოღონდ აქ საქმე იმაშია, რომ თავისთავად თამაშგარეში ყოფნა დარღვევა არ არის. საჯი თამაშგარეს აფიქსირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთამაშე აქტიურად ერთვება თამაშში. რას ნიშნავს აქტიურად ერთვება? შეიძლება მეტოქე მცველს უშლის ხელს, შეიძლება მეკარესა და ბურთს შორის დგას, ყოველი დეტალი არ არის დაზუსტებული და სწორიც არის ეგრე, იმიტომ რომ საჯის გადასაწყვეტია, იმან უნდა დაინახოს, აქტიურად არის ეპიზოდში ჩართული მოთამაშე თუ არ არის. ამას კომპიუტერი ვერ გაიკეთებს. ხო და ავტომატიზაციის მიკერძოება რო ვახსენე, სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს მსგავსი რამ. ანუ ეხანდელი სისტემა როგორ არის, რომ კამერამ დააფიქსირა ოფსაიდი, მაშინვე ყურში სიგნალი მისდის linesman-ს და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აწიოს თუ არა დროშა, არის თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, არის თუ არა მომენტი, ეპიზოდი, როდესაც ეს ფეხბურთელი აქტიურად ერთვება თამაშში. ხო და თუ ჩვენი წინა სერიები გინახავთ, რამდენჯერმე ვახსენე, რომ ტვინს არ უყვარს ტყუილად ენერგიის ხარჯვა, ავტომატიზაციის მიკერძოებაც მანდედან მოდის, როდესაც უკვე სიგნალი მოგივიდა, შენ უკვე მუშაობ იმაზე, რომ ჩემს ნაცვლად გადაწყვიტეს. ეს არის თამაშგარე და შეიძლება უფრო ხშირად აწიო ალამი, ვიდრე მანამდე აწევდი. იმიტომ რომ კომპიუტერის სიგნალს უფრო ენდობი, ვიდრე საკუთარ განსჯას. რამდენად რეალური არის ეს პრობლემა? არ ვიცით, იმიტომ რომ აქამდე ასე იყო, რომ კამერა აფიქსირებდა თამაშგარეს, სიგნალი მისდიოდა ვარის ოთახს, ვარზე უფრო დაწვრილებით 2 წამში გეტყვით და შემდეგ იქ წყვეტდნენ მიეცათ თუ არა სიგნალი გვერდითი საჯისათვის. ახლა სიგნალი პირდაპირ საჯს მისდის და ამიტომ შეიძლება გაჩნდეს ეს ავტომატიზაციის მიკერძოების პრობლემა, მაგრამ გაჩნდა თუ არა კვლევები ამაზე არ აგვაქვს, იმიტომ რომ ვიცი, ეხლა ხდება ეგ. ავიაციაში არის ეგ პრობლემა, მაგრამ ავიაცია სხვა არის, ფეხბურთი სხვა არის და იქნება არც იყოს საერთოდ. მაგაზე ლაპარაკი საჭირო, მივალთ იქამდე, შევხედავთ. მაგრამ აქ არის კიდე ერთი ასპექტი, რომელიც სტატიაში წავიკითხე და გულზე მომხვდა და გავიზიარე ავტორის აზრი და თქვენც გიზიარებთ, ანუ ის წერდა რომ თამაშგარე მდგომარეობა თავის დროზე შემოიღეს ძალიან რეალური პრობლემის გადასაჭრელად, რომ არ მომხდარიყო ისე რომ თავდასხმელები მუდამ მეტოქის კართან არიან, იქელოდებიან ბურთს, ეს საერთოდ შეცვლიდა მთლიანად სახეს ფეხბურთისას და ამიტომ ძალიან კარგია რომ თამაშგარე გვაქვს. მაგრამ ტექნოლოგიურად აი მილიმეტრების დადგენა რამდენად რამეს აკეთებს საერთოდ, რამდენად საჭირო არის. ხო არ ართმევს ფეხბურთს თავის სულს. ეს ახლა უფრო ფილოსოფიური საკითხია, კვლევებით ამას ვერ გადაჭრი, შეიძლება არც იყოს მართალი ამ სტატიის ავტორი, მაგრამ რაღაცნაირად გულზე მომხვდა და გავიზიარე იმისი პოზიცია. მოდი ახლა ამოცანა კიდევ უფრო გავართულოთ, ქონდა თავიდან გეომეტრია, ამას დავამატეთ თამაშგარის შემთხვევაში ხელის შეშლის ფაქტორი და ახლა შემოვიყვანოთ განზრახვა. ანუ სად სჭირდება ხოლმე რომ შეაფასოს, რომ ბურთი მოხვდა ფეხბურთის ხელზე თუ სპეციალურად მოარტყა. ბურთზე ითამაშა თუ განზრახ ჩასცხო კოჭში ფეხი. მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში შეიძლება ჯარიმაც არ დაინიშნოს და მეორე შემთხვევაში ყვითელი ან წითელი ბარათი მისცეს. აქ გადაწყვეტილებებს ყოველთვის იღებს ადამიანი ტექნოლოგიების დახმარებით და ტექნოლოგია, როგორც თავიდან თქვით, ბევრ რამეს აიოლებს, მაგრამ შეიძლება რაღაცები გაართულოს კიდევაც. ვარი ვახსენეთ და მაინც გეტყვით, რომ ვარი არის video assistant referee, საჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა, რომელიც რეალურად არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ოთახში ზის, გარშემო არის ეკრანები და უამრავი ხელსაწყო აქვს, რომელიც დაეხმარებათ მათ გააკონტროლონ, იყო დარღვევა თუ არ იყო დარღვევა. საჭირო შემთხვევებში მათ შეუძლიათ რეფერის უთხრან, რომ მოდი აბა, შეხედე, რას ფიქრობ,
აქ მიგვაჩნია რომ შენი ჩარევა არის საჭირო, თუმცა ეს შეუძლიათ მარტო 4 შემთხვევაში. ანუ თუ არის გოლი, თუ არის პენალტი, თუ არის წითელი ბარათი და თუ მსაჯის მიერ არასწორად მოხდა მოთამაშის იდენტიფიცირება. ანუ კუთხურებზე და ჩვეულებრივ ჯარიმებზე ისინი არ ერთვებიან. ეს სისტემა დაინერგა დაახლოებით 2018 წლიდან და იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ცვლილება ფეხბურთში. ძალიან ბევრ რამეზე მოახდინა გავლენა და ეს კვლევებითაც დასტურდება. გადავალთ ახლა კვლევებზე, რისთვისაც გვაქვს ეს გადაცემა, მაგრამ თან მსოფლიო ჩემპიონატია და ფეხბურთზეც ვილაპარაკოთ მეთქი ვიფიქრე. მოდი დავიწყოთ რა ჩემი აზრით უდაოდ კარგი. თან ყველაფერზე დავა შეიძლება, მაგრამ ერთი კვლევის თანახმად 13 სხვადასხვა ლიგაზე მომხდარი 795 ინციდენტი გაზომეს და დაასკვნეს, რომ ვარის გამოყენების შემდეგ გადაწყვეტილებების მიღების სიზუსტე გაიზარდა ასე დაახლოებით 92%-დან 98-99%-მდე. რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ასევე როგორც ჩანს, თავად იმ ფაქტმა, რომ მოთამაშეებმა იციან, რომ სულ ვიღაც უყურებს, მნიშვნელოვნად შეამცირა უხეშობები და სიმულაციები. შეჯახებები და ჩარტყმები ცხადია რომ არსად გამქრალა, მაგრამ აი ისეთი ტიპის უხეშობა, ხო იცით, ადრე ხშირი იყო მოთამაშე რო ფიქრობს, რომ საჯი ვერ მხედავს და გამივაო. ახლა იციან, რომ ყოველთვის უყურებს, ან საჯი და ან ზევიდან თვალი, ან გვერდიდან თვალი და მოკლედ ცდილობენ ხოლმე რომ ეს არ გააკეთონ. იგივე შეეხება სიმულაციებს. ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ აი კონტაქტსაც რო არ ქონია ადგილი და ფეხბურთელი რო ვარდება, ვაიმე როგორ მეტკინა რო იძახის. განსაკუთრებით თუ ცველია და საკუთარ საჯარიმო მოედანში ხდება, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ თუ საჯმა ზუსტად არ დაინახა, რომ ფეხი არ მომხვედრია, იქნება პენალტს მივაღწიო და ნუ თუ დამინახა და ყვითელი ბარათი მომცა, სხვა საქმეა, მაგრამ იქნება ვერ დამინახოს. ეხა იცი რომ დაგინახავენ. ეს მოთამაშეებზე რა გავლენა ჰქონდა, მსაჯებზე რა გავლენა აქვს ვარს. ამასთან დაკავშირებით ვნახე ორი კვლევა, რომელიც ისეთ განსხვავებულ შედეგებს მაჩვენებდა, რომ ცოტა დავიბენ და მე მივხვდი, რაში იყო საქმე. ახლა თქვენც გეტყვით. ანუ ერთი კვლევა იყო, სადაც შეისწავლეს სხვადასხვა ლიგებზე მომხდარი 10,000 ინციდენტი, თითქმის ცოტა ნაკლები და დაამუშავეს მონაცემები და დაასკვნეს, რომ საჯი საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლიდა 5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში. მეორე კვლევა იყო, აქ იყო მარტო პრემიერ ლიგის ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ საჯები ცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას ვარის კონსულტაციის შემდეგ შემთხვევების 95%-ში. მეთქი ეს როგორ ანუ ხო შეიძლება კვლევა განსხვავებული იყოს, მაგრამ ესეთი განსხვავებული თან რეალურ მონაცემებს ამუშავებდნენ თითქოს და მე მივხვდი, რომ აქ ზომავდნენ ორ სხვადასხვა რამეს. ანუ არ იყო ურთიერთგამომრიცხავი შედეგები. პირველ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა 10,000-მდე ინციდენტს, რომელიც ვარმა გააანალიზა. ანუ რა საჯმა დანიშნა 11 მეტრიანი, ამათ შეხედეს ეკრანზე, ოკეი, მართლა 11 მეტრიანი იყო, საჯს არ დაუკავშირდნენ, თამაში გაგრძელდა. ანუ უმეტეს შემთხვევებში ეს ვარი თავისთვის ადასტურებს, რომ საჯმა მართლაც და სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაყურებელი ამას საერთოდ ვერ ხედავს. და აქვე გეტყვით, რომ ვიდეოს ნახვა შეიძლება თავად საჯმა მოითხოვოს, თუ მიიჩნია, რომ კარგად ვერ დაინახა მოედანზე რა ხდებოდა, ან შეიძლება რომ ვარმა სთხოვოს საჯს, რომ მოდი და ნახე, აბა დარწმუნებული ხარ, ეგ სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არაო. აი ეს კვლევა 95% რომ იცვლიდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, სწორედ ამ მეორე შემთხვევას შეეხება. ანუ როცა წავიდა სანახავად. მიდის სანახავად! მიდის სანახავად! მიდის სანახავად! ხო და რატო არის ესეთი მაღალი პროცენტი? ალბათ უფრო გასაგებია, იმიტომ რომ ვარი როგორც წესი ტყუილად არ ეძახის მსაჯს, ანუ რაღაც მართლა დაინახეს, უთხრეს რომ საჯს მოდი და ნახეო, ისე არ შეაწუხებდნენ, ამიტომ ბუნებრივიც არის რომ ძალიან მაღალი არის პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ მე მსაჯით შეხედავს და იტყვის რომ ოკეი, მართლა სხვანაირად ყოფილა. მაგრამ ისიც არის რომ აქ შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორიც მუშაობდეს. შეიძლება კამერამ თვალად კარგად ვერ დააფიქსირა რა მოხდა, საეჭვო მომენტია, მაგრამ საჯი ხარ, შენ კი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ იქიდან გეძახია რომ მოდი აბა შეხედე და არწმუნებული ხარ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ტრიბუნები გიყურებს, დრო მიდის და ამ დროს ძალიან რთულია რომ თქვა რომ იცი რა არის, მე ვიყავი მართალი თავიდანვე, თქვენ ყველანი ცდებით, ტოვებ ჩემს გადაწყვეტილებას ძალაში. როგორც წესი ძალიან დიდი წნეხი არის რომ უფრო შეიცვალო გადაწყვეტილება ამ ხრა. ერთი გავლენა კიდე რაც ვარმა ქონია საჯებზე, რამდენიმე კვლევის თანახმად გაამკაცრა უფრო საჯები და ისინი უფრო ხშირად იყენებენ ყვითელ და წითელ ბარათებს. ამას შეიძლება ორი მიზეზი კონდეს, ერთმანეთთან მაინც არ არის დაკავშირებული. ერთი არის ის, რომ ეკრანზე რაღაცას რო უყურებ, შეიძლება უფრო მძაფრად ჩანდეს, ვიდრე როგორც რეალურ ცხოვრებაში მოხდა. მეორე კი ფეხბურთელების არ იყოს, საჯებმაც იციან, რომ კამერები ყველაფერს ხედავს და არ უნდათ, რომ ზედმეტად რბილები გამოჩნდნენ. ამას ხშირად ვარის სისტემის შემოღების ნაკლად ასახელებენ, არა ვარ დარწმუნებული, რომ მაინც ნაკლია. უბრალოდ ფეხბურთი შეიცვალა ესე. ამერიდან მეტი ყვითელი და წითელი ბარათები იქნება. მაშინ მინუსი რა აქვს ვარის შემოღებას? ერთი უდავო
ნაკლი, რომელიც ვარის შემოღებას ახლავს თან, არის ის, რომ კი ცდილობენ, რომ აი მინიმუმამდე დაიყვანონ თამაშის შეჩერებები, მაგრამ ნუ შეუძლებელია. მაინც გარდაუვალია, რომ მატჩი უფრო ხშირად შეჩერდება, ვიდრე ისე შეჩერდებოდა. და ეს მერე ნიშნავს იმას, რომ იზრდება დამატებული დრო, მატჩის ხანგრძლივობა იზრდება. შედარებისთვის ესე დაახლოებით 2020 წელს პირველ ტაიმს ამატებდნენ საშუალოდ 1-2 წუთს, მეორე ტაიმს ამატებდნენ საშუალოდ 2-3 წუთს. ლიგას გააჩნია, მაგრამ დაახლოებით ასე იყო. და ეხლა კიდევ ერთხელ ლიგას გააჩნია, მაგრამ მატჩის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 101 წუთამდე. რაც პირველ რიგში ძალიან ცუდი არის ფეხბურთელებისთვის, ანუ როცა სეზონია, ბევრ თამაშს თამაშობ, ესენი გროვდება და გამოდის, რომ ფაქტობრივად რამდენიმე თამაშით მეტი ითამაშე იმ სეზონში, რაც ძალიან ზრდის ტრავმების რისკს. და თან ძალიან ცუდი არის მაყურებლისთვისაც. აქ თავიდან გამისდა შეკითხვა, რა ვიცი, ფეხბურთი ვისაც უყვარს, რომ მეტი ფეხბურთი ექნება, ნუ გაიზარდოს ცოტა მატჩის ხანგრძლივობა, რა უჭერს, მაგრამ არ ყოფილა ეგრე, იმიტომ რომ მატჩის ხანგრძლივობა კი გაიზარდა, მაგრამ აქტიური თამაშის ხანგრძლივობა იგივე დარჩა, რაც არის დაახლოებით 45 წუთი. გამიგეთ, ხო, თავიდან რომ წავიკითხე, ეს მეთქი რა სულელია, მინახავს ფეხბურთი და არასდროს არ ყოფილა, რომ 45 წუთი არაფერი ხდებოდა. ამერიკულ ფეხბურთში შეიძლება ხდება, მაგრამ ჩვენს ნამდვილ ფეხბურთში არ ხდება. რანაირად მეთქი. და მე ვნახე, რომ მაგალითად კუთხურის ჩამოწოდების საშუალო დრო არის 37 წამი. ნუ ვიდრე ფეხბურთელი მივა იქ, ბურთს გაასწორებს, დაარტყამს. თითო მატჩი მოდი ავიღოთ 12 კუთხური, ეგ ეჩენი 6 წუთი დაახლოებით. მეკარე კარიდან ურტყამს, ეგ არის დაახლოებით 30 წამი. ჯარიმა საშუალოდ 30-40 წამი. აუტის ჩამოწოდება არის უთვალავი წამი, იმიტომ რომ განსაკუთრებით თუ თამაშის ბოლოა და ნელა ძუნძულით მივა ფეხბურთელი აიღებს დაყნოსავს, შეხედავს ნეტა რა ხდება, მერე ვიდრე ჩაწვი შეიძლება 30 წუთი გავიდეს. პლუს ამას, რა ვიცი. წაქცევები, გოლს თუ აღნიშნავს ვინმე, თუ ნახეთ გოლი, ეგ 1 წუთი არის სავარაუდოდ. მოკლედ გამოდის ესე 45 წუთი, როცა როგორც ვთქვი, მაინც და მაინც არაფერი ხდება სტადიონზე და ამას ზემიდან ემატება ვარი. და არაერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ სტადიონზე მისული ფანები ამბობენ, რომ ვარი ხელს გვიშლის ფეხბურთით ტკბობაში. გოლი ისე აღარ გვიხარია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რაღაცა ისე ხარ, რომ გოლი კი გავიდა და ვინახეთ, მაგრამ ეხლა უნდა დაველოდოთ და აღარ გვსიამოვნებს, ისე როგორც აქამდე გვსიამოვნებდაო. ანუ 8000 ფანი გამოკითხეს და ისე კი არ იყო, რომ უმეტესობამ თქვა. იყო რომ 93%-მა თქვა, რომ ისე აღარ გვსიამოვნებს გოლის აღნიშნა, როგორც აქამდეო. და ამას მივყავართ მთავარ შეკითხვამდე, რომელზეც ხა კვლევებით გამყარებული პასუხი არ არსებობს, უფრო ფილოსოფიური, ზოგადი საკითხია და რომელზე თქვენი აზრიც მაინტერესებს, რას ფიქრობთ. ეს კითხვა რომ კი როგორ ჩანს ტექნოლოგიებმა მართლაც სტატისტიკურად გაზარდა სამართლიანობა ფეხბურთში, მაგრამ რამდენად სამართლიანობა გაიზარდა ერთია და მეორეა რომ რამდენად უკეთესი გახდა ფეხბურთის ყურება. ერთი მხრივ, ანუ ხო, რამდენი უსამართლობა გვინახავს, ვინც ფეხბურთს უყურებთ. 2009 წლის მსოფლიოს შესარჩევზე ტიერი ანრემ ხელით რო გააკეთა პასი და მერე გოლი გაუტანეს ირლანდიას. საწოდაობა იყო. არ იყო ის გოლი ჩასათვლელი. 1982-ში შუმახერმა ბატისტონი მოკლა ლამის და ბარათიც არ მიიღო და პენალიც არ დანიშნულა, არა და ეკუთვნოდა. ყველას გვახსოვს და გვიყურები 1966 წლის ჩემპიონატი. ინგლისს რო ბურთი ჩაუთვალეს, რომელიც სავარაუდოდ არ იყო ჩასათვლელი. მარადონას ღმერთის ხელი ჩასათვლელი იყო. არა აქვს მნიშვნელობა, რეალობა რა იყო. დიახაც კარგია რომ ჩაითვალა. ვერ შეცვლით ჩემს მაგასთან დაკავშირებით. და ნუ ხა ქართველებს კიდე სხვა დამოკიდებულება გვაქვს ვარის მიმართ, იმიტომ რომ მიდის სანახავად ხალხ ტატუება და აქვს გაკეთებული და იმდენი სიხარული მოუნიჭებია ჩვენთვის ვარს, რომ მაგაზე ცუცს როგორ ვიტყვით, რა სისულელია. მე მგონია რომ მანდ არის რაღაცა შეიძლება რაღაც ბალანსის პოვნა. რომ ერთი მხრივ რაღაცა კოსმოსური უსამართლობები, რაღაც საშინელებები აღარ მოხდეს, მანდ დაგვეხმაროს ტექნოლოგია, მაგრამ არც ისე ბოლომდე ფლად ტექნოლოგიაზე დამოკიდებული გავხდეთ, იმიტომ რომ ამით ფეხბურთი რაღაცნაირად სხვანაირ სპორტად გადაიქცევა, რომელიც შეიძლება ზოგს მოწონდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ აი სტადიონზე მისული ფანების უმეტესობა ამბობს, რომ ეს არ მოგწონს. ამის სანახავად არ მოსულ ვართ აქ. თქვენ რას ფიქრობთ?